მოგესალმებით 12 საათი ამ დროის ახალ ამბებს ნუცე კოპალიანი გააგაცნობ თქვენ უყურებთ ტელემაესტროს და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7-ზე. საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს არღვევს. საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სისტემის რეფორმას, მაგრამ მან უნდა გაატაროს გადაუდებელი ზომები ბრალდებულთა უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, ნათქვამია Human Rights Watch-ის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიში. 51 გვერდიანი ანგარიში სათაურით ადმინისტრაციული შეცდომა ანალიზებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც ნაკლებად მძიმე სახის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არეგულირებს და ასკვნის, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს სათანადო სამართლებრივ პროცედურებსა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებების გარანტიებს. Human Rights Watch-ის მიერ შესწავლილი საქმეებიდან ჩანს, რომ სასამართლოს ხდომა იშვიათად გრძელდება 15 წუთზე მეტს და მოსამართლის გადაწყვეტილება უმეტესწილად პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მიცემული პირები ახერხებდნენ ადვოკატის აყვანას, მათ არასათანადო დრო ეძლეოდათ ეფექტური დაცვის განსახორციელებლად. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, პრობლემას ასევე წარმოადგენს პატიმრობის პირობები, დაკავებული პირების სასჯელს იხდიან დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. იქ ჯერ ისევ პრობლემას წარმოადგენს შხაპის მიღება და მსჯავრდებული სუფთა ჰაერზე გაყვანა. უფლებადამცავი ორგანიზაციის ანგარიში ინტერვიუებზე დაყრდნობით არის შედგენილი და ის დღეს ორგანიზაციის უფროსმა მკვლევარმა ევროპასა და შუა აზიაში და ანგარიშის ავტორმა გიორგი გოგიამ გაავრცელა. საქართველოს პარლამენტმა კი ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა ამ შინაარსის ვრცელ სტატიას პარლამენტის მიერ გასული წლის 27 დეკემბერს მიღებულ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების ანალიტიკოსი ლის ფულერი აქვეყნებს. ახალი კოდექსი ვერ პასუხობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების კრიტიკას და მასში არ არის გათვალისწინებული ოპოზიციური პარტიების წინადადებები, რომელთა მიზანსაც მანდატების სამართლიანი გადანაწილება წარმოადგენდა, რის შემდეგაც შესაძლოა მმართველ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა დაეკარგა, აღნიშნულია გამოქვეყნებულ სტატიაში. გარდა ამისა, ფულერი წერს, რომ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გამოხატეს წუხილი, რომ ახალი კანონი ადეკვატურად არ პასუხობს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობის აღქმას. სტატიის მიხედვით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა იგი არაპროდუქტიული აღმოჩნდა, რადგან მმართველმა პარტიამ ოპოზიციური პარტიების წინადადებები არ გაითვალისწინა, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით ბიომეტრიული პასპორტების შემოღების შესახებ. ლის ფულერი აღნიშნავს, რომ ახალ საარჩევნო კოდექსს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ იგი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. საქართველოს კონტროლის პალატაში დღეს პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის პრეზენტაცია გაიმართება. კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, აღნიშნული სამსახური პარტიების ფინანსური საქმიანობის ანალიზს განახორციელებს. მისივე თქმით, პოლიტიკური გაერთიანებებს უკვე დაურიგდეთ ანგარიშების სპეციალური ფორმები, ასევე პალატა მათ მიაწვდის ინფორმაციას, როგორ უნდა უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური გამჭვირვალობა. კონტროლის პალატას პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის შესაბამისად დაევალა. თბილისის მერიის პროექტ 1000 ჯიხურის ფარგლებში დღეს მორიგი აუქციონი გაიმართება. მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე ჩატარებულია 9 აუქციონი, რომელზეც 450 ლოტი იყო გატანილი. 136 ლოტზე გამარჯვებული გამოვლინდა, 314-ზე კი განაცხადი არ შესულა. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს შევიდეს აუქციონის ინტერნეტ გვერდზე, გაიაროს რეგისტრაცია, აერჩიოს მისთვის სასურველი ადგილი, გადაიხადოს პირველადი შესატანი 500 ლარი და ელექტრონულ აუქციონში ჩაერთოს. ჯარისწლიური საწყისი ფასი კი 1000 ლარია. დღეს მედია გაერთიანების წევრების მორიგი შეხვედრა გაიმართება სტუდია ობიექტივში. მედია საშუალებების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფი უკვე ჩამოაყალიბეს, რომელიც მედია გაერთიანების წესდება შეიმუშავებს. მედია გაერთიანების შექმნის ინიციატივა კი ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთ დამფუძნებელს მამუკა ხლონს ეკუთვნის. საუბარია ორგანიზაციულ გაერთიანებაზე, რომლის მთავარი მიზანიც იქნება მედიის წარმომადგენლებმა ერთმანეთი დაიცვან უკანონობისგან, ზეწოლისგან და იმ საფრთხეებისგან, რომელიც ხელისუფლებისგან არსებობს.
სრულიად საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქს 79 წელი შეუსრულდა. უწმინდეს იუბილეს მრევლის სამების საკათედრო ტაძარში ულოცავს ილია მეორემ მილოცვები გუშინ პირადად საპატრიარქოშიც მიიღო. დღეს კი გრიბოედოვის სახელობის თეატრში ფონდ იავნანას ორგანიზებიდან TBC ბანკის მხარდაჭერით პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. პირველად ქართულ საოპერო ხელოვნების ისტორიაში საკონცერტო შესრულებით ჯუზეპე ვერდის ოპერა ბედის ძალა იქნება წარმოდგენილი. საქველმოქმედო საღამოს კათოლიკოს პატრიარქიც დაესწრება, საღამოს დასასრულს კი ბინის გასაღები დიასამიძეების 8 შვილიან ოჯახს გადაეცემა. მეგონია პატრიარქი არც დაბადებულა და არც გარდაიცვალა არასოდეს. იგი სულ იყო, არის და იქნება. იმდენად მნიშვნელოვანია სამყაროსთვის და არა მარტო საქართველოსთვის მისი ყოფნა აქ დედამიწაზე. იგი არ არის მარტო ჩვენთვის ქართველთათვის სულიერი მამა, იგი მე მგონი მთელი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი სულია, რომელიც დიდი წყალობით მოგვივლინა გამჩენმა და უფალმა. დღეს არის საქართველოსთვის უდიდესი დღესასწაული, ჩვენი საყვარელი პატრიარქის დაბადების დღე და ულოცავთ არა მარტო მე, მთელი საქართველო, ჯანმრთელად გვიმყოფოს ღმერთმა და დიდხანს სიცოცხლე ქონოდეს ჩვენ საყვარელ პატრიარქს. მაგით დგას და მაგის წვენაზე დგას მთელი ჩვენი საქართველო. მაგით ძლიერდებით. გვიცოცხლოს ღმერთმა რათა მაგის ხელში განთავისუფლდეს და გაბრწყინდეს ჩვენი ქვეყანა.